ახალი პროგრამა ცხოვრება გრძელდება, რომელზეც მთავრობა მუშაობს იმ პენსიონერებს შეეხება, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, შეღავათები შეეხებათ პენსიონერებს, ასევე კომპანიებს, რომლებიც მათ დაასაქმებენ. პროგრამის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მასზე ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები მუშაობენ და დეტალებით სპეციალურ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ რაჭაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ქართული ოცნება მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი. ეს არის შესაძლებლობა პენსიონერებისათვის და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის, ვისთვისაც შემოსავალი ძალიან დაბალია, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული ტიპის შეღავათები. ეს შეღავათები შეეხება როგორც იმას, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში ისინი შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას, ისე დამსაქმებლებისათვის, რომ შევიმუშაოთ სტიმულირების ძალიან კარგი მექანიზმები.